ვარ ლიზ დუმბაძე, 13 წლის ვსწავლობ ბათუმის 23 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და კითხვა. პირველად რომ ცეკვაზე შევედი ვიყავი 5 წლის და ვცეკვავდი ლათინურ ცეკვებს. ლათინურ ცეკვებსაც ვცეკვავდი და ჰიპ-ჰოპს. ცეკვაზე იმიტომ შევედი, რომ ბავშვობიდან მიზიდავდა ცეკვა, სულ მაინტერესებდა ეს ლათინურებიც, ქართულებიც, მაგრამ იმ დროს უფრო ლათინური ცეკვები მაინტერესებდა და ამიტომ შევედი ლათინურ ცეკვებზე. თან ელასტიურიც ვიყავი და ვფიქრობდი, რომ გამომივიდო. 5 წლიდან 9 წლამდე მან ცეკვავდი და შემდეგ გადმოვედი ქართულ ცეკვებზე ახალ თაობაში. ცეკვაში ყველაზე რთული არის, როდესაც გადიხარ სცენაზე. აი მილიონობით ადამიანი როცა გიყურებს და აი ყველა შენი დეტალს რო აკვირდებიან რა და აი ნერვიულობ რომ იქ რომ შემეშალოს და ძალიან რთულია სცენა. თუმცა დროთა განმავლობაში რომ მეჩვევი უკვე ერთჯერ, ორჯერ და სამჯერ გავხვალ სცენაზე, მე უკვე მარტივდება რა, ან თითქოს და იქ არავინ არაა და უბრალოდ შენთვის სტუდიაში ცეკვავ. ეგრევე მიმაჩნია მე. ყველაზე ადვილია ახალი ლილეთების სწავლა. სულ მქონდა 10-მდე კონცერტი და ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ბულგარეთში როცა მქონდა კონცერტი, იმიტომ რომ პირველად გავედი უცხო ქვეყანაში საზღვარგარეთ და აი ძალიან მეშინოდა პირველი კონცერტი, თან პირველი კონცერტიც იყო ჩემი. გზაში კარგად გავერთეთ, როცა ჩავედით და ვიცეკვეთ კონცერტი, პირველი ადგილიც ავიღეთ და გრან-პრიც მოვიპოვეთ. ანსამბლ ახალ თაობაში ჩემი ქორეოგრაფი არის ავთანდილ გვიანიძე. ძალიან მეგობრულია, თბილი, გულკეთილია. თუმცა ამავე დროს მკაცრიცაა. პირველად როცა მითხრეს რომ აჭარულში მექნებოდა სოლო, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სოლო, იმიტომ რომ 10-იანი იყო და ძალიან ნერვიულობდი რომ ჯერ ცოტა რთული ლილეთებიც იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ახალ შესული ვიყავი როცა მომცეს ეგ სოლო და ძალიან ნერვიულობდი რომ აი სოლო ზოგადად როგორია იცი მარტო როცა ცეკვავ, უფრო მეტ ყურადღებას იწვევს ხალხისას და აი ძალიან ნერვიულობდი რომ იქ რომ რამე შემეშალოს. თუმცა მე საკუთარ თავს ვაჯერებდი რომ შენ ყველაფერს შეძლებ და ამასაც გადაიტანე. ასევე სიამოვნებით ვიცეკვებდი ოსურის სოლოს, იმიტომ რომ თვითონ ქართულს მახსენებს და ძალიან კარგი შთაბეჭდილება მაქვს ჩემთვის ოსურ ცეკვას. მე რომ ახლა კარგი მოცეკვავები იყო, ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი საბერძნეთში. აი თითქოს და ჩემთვის საინტერესო ქვეყანაა და საინტერესო ხალხიც. ჩემი გეგმაა რომ კიდევ ვიცეკვო აი დაუსრულებლად, იმიტომ რომ ცეკვა ჩემში იწვევს სულიერ ბედნიერებას. ცეკვა იმდენად მიყვარს რომ შეიძლება ქორეოგრაფობაზეც ვიფიქრო. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს რომ ყავს საუკეთესო კლასელები. ყველა მისიან მეგობრობა, აი ყველა თავისებურად კეთილია და ანუ ერთმანეთს ვუგებთ. მასწავლებლებიც ზესაუკეთესოები მყავს, ყველა გვერდში დამდგომი კეთილები და რა თქმა უნდა ერთგულები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია შაკო დუმბაძე. ყოველთვის იცინის, ყოველთვის ცდილობს რომ სხვაებიც გაახალისოს თავისი ქცევებით, მანერებით. ყველაზე ცელქი არის სანდრო ბოლქვაძე. აი ვერასდროს ვერ ისვენებს. აი სულ უნდა რომ რაღაცა გააკეთოს, იწვიალოს და ირბინოს. ყველაზე ჭკვიანი შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ალბათ მარი მახარაძე. თუმცა ყველა ბავშვი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი. ყველაზე მშვიდი არის გოგა ქამადაძე. აი მართალია ბევრი წელია ჩვენი კლასელია, თუმცა არასდროს არ უცდია რომ ჩვენთან ერთად ან გაეღიმა, ან თუნდაც წამოსულიყო სადმე. ისე ძალიან კარგი ბიჭია და ძალიან კარგი ადამიანია, კარგად შეუძლია მეგობრობა. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ნიჭიერი, ბედნიერიც ვარ. ასევე მარტივად შევდივარ ადამიანებთან კომუნიკაციაში. არ მიყვარს ორპირი ადამიანები, აი უზურგს უკან მგჭორავენ და პირში რომ გელაქუცებიან, ეგეთები მაღეზიანებს. ასევე ერთგული ვარ და მიყვარს ბავშვები. როგორც ერთ-ერთი საყვარელი საგანი არ მაქვს, იმიტომ რომ ყველა საგანი თავისებურად მიყვარს, თუმცა არ მიყვარს გეოგრაფია, ეს რუკები და აზია, აფრიკა ვერ ვიგებ. თუმცა საყვარელი საგანად შეიძლება გამოვარჩიო მათემატიკა, იმიტომ რომ რა მიყვარს რა. საყვარელი მასწავლებელი არის ირმა ხაბაძე, ჩემი დამრიგებელი, რომელიც მეორე დედად მიმაჩნია, იმიტომ რომ მაძლევს საუკეთესო რჩევად არიგებებს. აი ალბათ ეხა მან რომ არა ესეთი ცხოვრების სტიმულს ვერ გავაგრძელებდი, იმიტომ რომ ბევრ მოტივაციას მაძლევს და ბევრ რჩევებს მაძლევს, რაც ჩემი ცხოვრებისთვის საუკეთესოა. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე
ალბათ ქორეოგრაფი მინდა, იმიტომ რომ წაიღან მახსენე რომ ცეკვა აი დაუსრულებლად მინდა რომ ვიცექო. ქორეოგრაფი ვერ გამოვალ, მაშინ შეიძლება ითქვას რომ მასწავლებელი გამოვიდე რომელიმე საკითხს. ახლა მინდა ვიყო 2 წლის, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და მენატრება ჩემი ბავშვობა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა, ბაბუა, მამიდა და მამიდაშვილი. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და, რომელიც გაიზარებს ჩემს პრობლემებს და გასაჭირში დამიდგება მხარში. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია ლაზარი. ის არის სიმპათიური, ცელქი, ნერვების ჭია და ყოველთვის ვკამათობთ იმის და მივხვდით რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. მამაჩემი არის ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარი. აი მამაჩემის გამო შემიძლია ჩემი ცხოვრებაც კი დავთმო. ხშირად მასთან კონტაქტი არ მაქვს, სულ სამსახურშია და რაღაცა, თუმცა რა დროსაც მასთან ვატარებ საუკეთესო. ხასიათით მამაჩემი არის ძალიან მშვიდი, მხიარული, მამაცია, უშიშარია. დედაჩემი ძალიან თბილი, მშრომელი, საყვარელი და მხიარული ადამიანია. მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი და ასე იმიტომ მგონია რომ ხშირად მეზარება სახლის დალაგება, საჭმელის გაკეთება და ასე. თუმცა საჭმელების გაკეთებაც ვიცი და გემრიელ ყავასაც ვაკეთებ. საყვარელი საჭმელი არის შაუმი. კითხვა შემაყვარა ჩემმა ქართულის მასწავლებელმა ნინო დუმბაძემ. აი, როდესაც პირველი წიგნი მოგცა და წავიკითხე, მას შემდეგ სულ მაინტერესებს წიგნები, აი თემაზე, ცხოვრებისეულ თემაზე, ან უფრო ჩემი ტოლა ასაკის ბავშვების ცხოვრებაზე. სახლში მაქვს ძალიან კარგი წიგნების ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკის უხელფასო დირექტორი არის დედა. ახლა მაქვს დაახლოებით 200-მდე წიგნი წაკითხული და ეხლა კიდევ ვკითხულობ. და ალბათ მომავალში 300-ზე მეცაც წავიდე. ჩემი საყვარელი წიგნი არის ცხოვრება ჩოგბურთის წესებით. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ცხოვრებისეულ თემაზე. აი, სადაც იქნება გოგონა, რომელიც გადადის ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს. ეს პერსონაჟი ვიქნებოდი მე და ყველა პრობლემას ღირსეულად გადავივიდი. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარებოდი უსახლკარო ადამიანებს. პირადად ჩემთვის ვიყიდე დიდი პრინცესის სასახლის. ამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საბერძნეთში და ბულგარეთში. გადოსნული ჯოხი რომ მქონდეს, ალბათ გავაქრობდი ყველა იმ ყალბ ადამიანებს, რომელიც ჩემს გარშემო ტრიალებს. ზოგი ადამიანი იმიტომ არაა კარგი, რომ ორპირია და ორგულია. ალბათ იმიტომ რომ სხვების შურთ. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა ლიზი რომ არ მერქვას რა მერქვეოდა. მე ლიზი დამარქვა მამიდამ და ძალიან მომწონს ეს სახელი. მაგრამ ლიზი რომ არ მერქვას ალბათ მერქმეოდა მარი. ჩემ შვილებს დავარქმევ ალექსანდრას და ალექსანდრეს. იმიტომ რომ ანუ ხშირი სახელიც არაა და უფრო ლამაზია. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია სტუდია, სადაც ბავშვებს ვასწავლი. ბედნიერება არის ცეკვა, კარგი ოჯახი, კარგი მეგობრები და ბევრი სიკეთის გაკეთება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.